ირანმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს გახსნიდა, მაგრამ შეგნებულად არ გააკეთა ეს წეც პრეზიდენტი. ამან მრავალი ადამიანის და ქვეყნისთვის მსოფლიოში გამოიწვია შფოთვა, გადაადგილება და ტანჯვა. ისინი ამბობენ, რომ წყალში ნაღმები ჩაყარეს მიუხედავად იმისა, რომ მათი მთელი საზღვაო ფლოტი და ნაღმსატყორცნი მოწყობილობების უმეტესობა მთლიანად განადგურებულია. ასე რომ ეს არის ყველაფერი, შეხვედრა კარგი იყო, უმეტეს საკითხებზე შეთანხმდნენ, მაგრამ ერთადერთი საკითხი, რომელიც ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო, ბირთვული არ შეთანხმდა. პრეზიდენტის განცხადებით დაუყოვნებლივ შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტი, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოა, დაიწყებს ჰორმუზის სრუტეში შესვლის ან გამოსვლის მცდელობისას ყველა გემის ბლოკირების პროცესს. Რაღაც მომენტში მივალთ იმ მდგომარეობამდე, როცა ყველა შეძლებს შესვლას და ყველა შეძლებს გასვლას. მაგრამ ირანმა ეს არ დაუშვა და თქვა, შეიძლება სადმე იყოს ნაღმი, რომლის არსებობაც მხოლოდ მათ იციან. ეს არის მსოფლიო შანტაჟი და ქვეყნების ლიდერები, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატები, არასოდეს დაექვემდებარებიან შანტაჟს. ასევე მივეცი ჩვენი საზღვაო ძალებს მითითება, რომ მოძებნონ და შეაჩერონ ყველა ხომალდი საერთაშორისო წყლებში, რომელმაც ირანს გადასახადი გადაუხადა. ვერც ერთი ადამიანი, ვინც არალეგალურ გადასახადს გადაიხდის, ვერ მიიღებს უსაფრთხო გავლას ღია ზღვაში. ასევე დავიწყებთ იმ ნაღმების განადგურებას, რომლებიც ირანელებმა სრუტეებში განათავსეს. ნებისმიერი ირანელი, რომელიც ჩვენზე ან მშვიდობიან ხომალდებზე გაისრის, ჯოჯოხეთში გაიგზავნება. პრეზიდენტი წერს, ირანს უკეთესად ვიდრე ვინმეს ესმის, როგორ დაასრულოს ეს სიტუაცია, რომელმაც უკვე გაანადგურა მათი ქვეყანა. მათი საზღვაო ძალები აღარ არსებობს, მათი საჰაერო ძალები აღარ არსებობს, მათი ანტისაჰაერო სისტემები და რადარები უსარგებლოა. ხომეინი და მისი ლიდერების უმეტესობა გარდაცვლილია. ეს ყველაფერი მათი ბირთვული ამბიციის გამო. ბლოკადა მალე დაიწყება. სხვა ქვეყნები ჩაერთვებიან ამ ბლოკადაში. ირანს არ ექნება ნებართვა, რომ მიიღოს სარგებელი ამ უკანონო გამოძალვის აქტით. ისინი ფულს და რაც მთავარია, ბირთვული არახს ითხოვენ. გარდა ამისა, შესაბამის დროს ჩვენ მზად ვართ მოქმედებისთვის და ჩვენი შეიარაღებული ძალები გაუმკლავდებიან იმას, რაც ირანისგან დარჩა. პრეზიდენტი დონალდ ჯეი ტრამპი ეს ნამდვილად პრეზიდენტის გამორჩეული ქმედებაა, რომელიც მოყვება სხვა არაერთ გამორჩეულ ნაბიჯს, რომელიც მან გადადგა. აღიარებს, რომ ეს არის საერთაშორისო სანავიგაციო წყლები და 47 წლის განმავლობაში ირანის აიათოლები ჰორმუზის სრუტეს მძევლად ამყოფებდნენ და ამით მთელ მსოფლიოსაც მძევლად ამყოფებდნენ. ჰორმუზის სრუტეში არსებული პატარა და უცნაური მოსახოვის გამო, რომელიც ღრმად შედის ირანის ტერიტორიაში და მათ საშუალებას აძლევს აკონტროლო მსოფლიო ნავთობისა და გაზის მარაგის 20%. და პრეზიდენტმა ტრამპმა მათი ბლეფი გამოავლინა. მან ფაქტობრივად მძევალი მათ ხელიდან გამოაცალა და თქვა, საკმარისია, ამას აღარ გააკეთებთ. და მე წინასწარ მეტყოლებ, რომ სხვა ქვეყნები, რომლებიც ამ ნავთობსა და გაზზე უფრო მეტად არიან დამოკიდებული, ვიდრე შეერთებული შტატები, საბოლოოდ მიხვდნენ, რომ ეს ალბათ ერთადერთი შესაძლო გზაა. ასე ირანმა იგრძნო, რომ უპირატესობა ჰქონდა, რომ მოლაპარაკების ბერკეტი ჰქონდა, როცა ცდილობდა ამ გზით წასვლას. ერთში როგორც ყოველთვის ამ 1394 მილიონი სრუტეში, სადაც ასობით ნავთობის ტანკერი ყოველდღიურად გადის. მათ როგორც ამბობენ, ის დანაღმეს. ამბობენ, რომ არც კი იციან სად არის ნაღმები. ამიტომ გადაამისამართეს მოძრაობა ირანის წყლებში და გადასახადი დააწესეს. ეს არის ის გემები, რომლებზეც პრეზიდენტს შეტევა სურს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ძალაში შედის. ქვეყანაში შემოსული და გასული გემების ბლოკადა იმის საჩვენებლად არის, რომ ირანს არასდროს ჰქონია ის გავლენა, რაც ეგონა. ამასობაში ჩვენ ორი გამანადგურებელი გავგზავნეთ სრუტეში ნაღმების მოსაშორებლად და ახლა მას უბლოკავთ, რათა ირანი გავანეიტრალოთ. ისარგებლეთ ამით. ნამდვილად უსარგებლოა, რომ მათ ამაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ. ეხლა ეს უკან ბრუნდება და სხვათა შორის სრული კონტექსტისთვის. რადგან გაეროს კონვენცია ზღვის სამართლის შესახებ ამბობს, რომ არც ერთ ქვეყანას, რომელიც ესაზღვრება რომელიმე სრუტეს, მით უმეტეს ჰორმუზის სრუტეს, არ შეუძლია მისი კონტროლი, მით უმეტეს რაიმე გადასახადის დაწესება ან ამოღება. ამგვარად, პრეზიდენტის გადაწყვეტილება მხოლოდ ირანის მიერ ზღვის საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე რეაქცია არ არის. მაგრამ იმიტომ, რომ 7 აპრილს გაერო მიიღო რეზოლუცია სრუტის ხელახლა გასახსნელად და ირანს უთხრა, რომ ასე მოქცევა არ შეეძლოთ, რაც ვეტო დაადეს რუსეთმა და ჩინეთმა. ამიტომ საბოლოოდ ეს მხოლოდ ირანს არ ეხება. ეხლა ეს მოიცავს ჩინეთს, რომელიც იღებს ამ 80 ნავთობის ტანკერს. 90 მათგანი მიდის აზიურ ქვეყნებში და ეს უკუშედეგს იძლევა, რადგან ენერგიის ნაკადი
აღმოსავლეთისკენ მიედინება და ეს ასევე მიდის ზევაში. ეს აიძულებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ჩინეთი, მოულოდნელად გამოფხიზლდნენ და აღიარონ, რომ მოიცადეთ ერთი წუთით. ჩვენ უნდა ვიყოთ ამ პროცესის ნაწილი და დავეხმაროთ სრუტის გაწმენდაში. გახსოვთ, რომ მეორე ავიატორის ჩამოგდებული WSO-ს წარმატებული გადარჩენის მისიის შემდეგ დირექტორი რატკლიფი გამოვიდა და გენერალ კინთან ერთად სიტყვით გამოვიდა. და ომის მდივანმა ჰექსეთმა და დირექტორმა თქვეს: "იცით, ჩვენ გვყავს მსოფლიოში საუკეთესო შეიარაღებული ძალები, საუკეთესო სააგენტო, საუკეთესო დაზვერვა, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, ბრძოლის ველზე, ბევრად უკეთ აღწერილი, ვიდრე მე ახლა ვპარაფრაზირებ." მაგრამ მან თქვა, მაგრამ ეს ყველაფერი არაფერს ნიშნავს და ყველაფერს კარგავს მნიშვნელობას თუ არ ყავს მთავარსარდალი, რომელსაც აქვს პოლიტიკური სიმამაცე, რომ ეს ყველაფერი რეალობაში გადაიტანოს. და ვიცი, რომ ეს კონკრეტული სცენარი განსხვავებულია ამისგან, მაგრამ ეს მახსენებს იმ განცხადებას, რომ ჩვენი ყველა შესაძლებლობა უსუსური და უსარგებლო ხდება, თუ არ ყავს მთავარსარდალი და პრეზიდენტი, რომელსაც აქვს პოლიტიკური სიმამაცე. და არის გეოპოლიტიკური და დიპლომატიური ხედვა, რომ რეალურად ამერიკის ინტერესები პირველ ადგილზე დააყენო. ირანთან დაკავშირებული ეს საკითხი თითქმის 50 წელია, რაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და თავისუფალი სამყაროსთვის პრობლემად იქცა. ნახეთ, როგორ გადაიქცა ჩვენი ყველაზე ძლიერი მოკავშირე, ჩვენი უდიდეს მტრად, ჩინეთის გარდა ბოლო 50 წლის განმავლობაში. და ყველა მთავარსარდალმა უბრალოდ გვერდზე გადადო ეს პრობლემა. და ბოლოს, ჩვენ გვაქვს ზუმი და ის საკმაოდ რთულია. ჩვენ გუყურებთ, როგორ მზადდება ძეხვი. ეს სასიამოვნო არ არის, მაგრამ აუცილებელია. და ორივე პარტიის ყველა პრეზიდენტმა, როგორც დემოკრატებმა, ისე რესპუბლიკელებმა, აღიარეს ეს პრობლემა. და არავის უნდა და ამ პრობლემის მოგვარება და ჩვენც იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდით. პრეზიდენტი ტრამპი იმყოფება ისეთ სიტუაციაში, როდესაც გაერო და ნატო სრულიად არაეფექტურები არიან, სრულიად უუნარონი არიან, აღიარონ, რამდენად მნიშვნელოვანია და გონივრულია ამ საკითხთან რეალურად შეჭიდება და ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრან იგი. წლების განმავლობაში თქვენ ქავდათ ქვეყნები, რომლებიც ებრძოდნენ ირანის წარმომადგენლებს. ჰეზბოლა, ხამასი, ხუთები, სადაც ისინი თამაშობდნენ ამ ყველა თამაშს, ირანი აფინანსებდა მათ ყველას. უკრაინის გამოკლებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არავის დაუფინანსებია ირანზე მეტი ისეთი იარაღი, რომელმაც ამერიკელი ჯარისკაცები და ალბათ სხვა ქვეყნების ჯარისკაცებიც მოკლა. ირანი მსოფლიოში ტერორიზმის ყველაზე დიდი სპონსორია და ტრამპი ამბობს, მე აღარ ვიბრძოლებ ირანის წარმომადგენლებთან, მე გველის თავს მოვჭრი. თუ შეგვიძლია კიდევ ერთხელ დავდოთ სრუტის რუკა, რადგან ეს მართლაც საინტერესოა პრეზიდენტის სიტყვაში და აქ ხედავთ. ლურჯად აღნიშნულია მთავარი ტერიტორია დაახლოებით 1400 კვადრატული მილი, სადაც გადის სანავიგაციო მარშრუტები. ირანმა თქვა, ეს საშიშია, იქ ნაღმებია. თქვენ ხედავთ, რომ ეს დაბლოკილია. წითელი ხაზები კვეთს ტერიტორიას, აიძულებს გემებს წითელ ზონაში გაიარონ სანავიგაციო მარშრუტები, რომლებზეც, როგორც ჩანს, ირანი გადასახადს იღებს. და პრეზიდენტი, ნახეთ, ის წითლად მონიშნული ტერიტორიები ირანის ტერიტორიული წყლებია. დიახ, ახალია. სანავიგაციო მარშრუტები, რომლებიც ირანმა გემებს დაუწესა, რადგან ისინი ხელს უშლიან ნორმალურ გადაადგილებას. ეს არღვევს გაერთიანებული ერების ზღვის სამართლის კონვენციას და სწორედ ამიტომ პრეზიდენტმა ტრამპმა ამჟამად გადაწყვიტა გემების დაბლოკვა. მაგრამ რაც მომხიბვლელია, ის თავის წიგნში სოციალური სიმართლეში დიდი ასოებით წერს, ეს არის გლობალური გამოძალვა. და სწორედ ამ საკითხს ეხება ის ცდილობს დაიცვას. ვერც ერთი ქვეყანა ვერ აიყვანს საერთაშორისო საზღვაო მარშრუტს ძევლად. ცდილობს გადამისამართოს გემები თავისი წყლის გზებით, რომლებიც ირანისაა. ნაპირის ახლოს ეს ირანის წყლის გზებია, ხო ასეა? და ისინი იღებენ გადასახადს. ესე იგი, მე ვიტყოდი, რომ ჩვენ ვიხავით. როგორც კი ეს ბლოკადა დაიწყება, ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი თუნდაც მოკლევადიან პერსპექტივაში იქნება ირანის სრული და აბსოლუტური მარცხი. სრუტის კონტროლის შენარჩუნების მცდელობა თითქოს ძევლად ხავდეთ. დღესდილით ჩვენთან იყო თომ საუერი, საზღვაო ძალების გადამდგარი კომანდორი, რომელიც საზღვაო ძალების იოდიში მსახურობდა. და მან ისაუბრა იმ მამაკაცებსა და ქალებზე, რომლებიც ფეტერსონზე და მერფიზე ადიან, იმ ორ გამანადგურებელზე, რომელიც იმ რუკაზე ნახეთ. ისინი ახლა მიდიან, რათა დაიწყონ ნაღმების გაწმენდა და პირობების მომზადება. აი ასეა, USS პეტერსონი და მერფი უკვე შევიდნენ. მან თქვა, რომ თითქმის ევედრებოდა ადმირალ კუპერს, რომ გაეგზავნა, რადგან სწორედ ამისთვის ვარჯიშობდნენ მთელი ცხოვრება. მან თქვა, რომ გეგმა, როგორიცაა სრუტის, მაგალითად, ჰორმუზის სრუტის გათავისუფლება 10 წლეულები არსებობს. ტრეისი ცოტა ადრე შემოგვიერთდა და ორი მნიშვნელოვანი საკითხი გამოკვეთა.
ერთ-ერთი იყო ირანის განცხადების სისწორე ნაღმების შესახებ. როგორც ამ რუკაზე ხედავთ, ეს ძირითადად ნაღმების საფრთხეა ამ რეგიონში. Დამონიშნული ტერიტორია აიძულებს გემებს შევიდნენ იმ რეგიონში, სადაც ირანელებს შეუძლიათ მათი გამოძალვა, ხომ ასეა? მას როგორ უნდა ვენდოთ მათ, ხომ ასეა? ეს საფრთხის ნაწილია. და მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მან წამოჭრა, იყო ის, რომ როგორც ვხედავთ, ამბობს, რომ სამწუხაროდ სამშვიდობო მოლაპარაკებები ირანისთვის არ გამოვიდა. ზუსტად ასეა. ამას მთელი დღე ვაკეთებთ.